გამარჯობა. პირველ რიგში ალბათ ყველა დამკვირვებელი თანხმდებოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, იმის თაობაზე თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში უახლოესი 4 წლის განმავლობაში, ეს იყო რეფერენდუმი ორი მიმართულებით, ერთი ეს წარმოადგენდა მანდატის დამტკიცებას პრემიერ-მინისტრი პაშინიანისთვის მშვიდობის დამყარების საკითხში აზერბაიჯანთან პირველ რიგში და აქედან გამომდინარე შემდეგ ნორმალიზაციის თაობაზე მეორე დიდ მეზობელთან თურქეთთან. და მეორე ეს იყო გეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხში ბევრი ამას უწოდებს რუსეთისგან შებრუნების პროცესს და კურსის დასავლეთზე აღებას, უფრო ზოგადადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საკითხი ერთგვარი დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. საქმე იმაშია, რომ სომხეთი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში უკვე პირდაპირ დამოუკიდებულად თვლიდა თავს რუსეთზე, დამოუკიდებულად რუსეთის მხარდაჭერაზე ყარაბაღის საკითხში, კონკრეტულად და ზოგადად საკუთარი უსაფრთხოების საკითხში. ამის გამო სომხეთმა რუსეთს გადასცა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თავისი სუვერენიტეტის ძალიან დიდი ნაწილი. ან მან არ ისარგებლა რეალურად ბოლომდე დამოუკიდებლობის შესაძლებლობით, ის დარჩა რუსეთის ერთგული პოლიტიკურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სომხეთს არც გაუხედავს სხვა პარტნიორების მიმართულებით, რომელიც მას შეიძლება ბევრი ყოლოდა ჩვენზე მეტი, მაგალითად, ყოველ შემთხვევაში 90-იან წლებში ჩვენგან განსხვავებით სომხეთს ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ლობი ჰყავდა ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ამის მიუხედავად ის რჩებოდა რუსეთის მოკავშირედ სამხრეთ კავკასიაში, როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ თვალსაზრისით და ეკონომიკურად სომხეთმა თავისი ეკონომიკური აქტივობის უდიდესი ნაწილი პირდაპირ გადასცა რუსეთს. აი იმ მოლოდინის სანაცვლოდ, რომ რუსეთი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფოდა და რაც მთავარია კონტროლს ყარაბაღზე. და ეს ყველაფერი 2020 და 2023 წელს ჩამოიშალა სომხეთმა აღმოაჩინეს, რომ რუსეთი იღებს ამ საფასურს მათგან და არ აკეთებს იმას, რისთვისაც ეს საფასური იყო გადახდილი. შესაბამისად, მათი შებრუნება დასავლეთისკენ უფრო მეტად არის რეალურად რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება. აი ამ პროცესს ვაკვირდებით ჩვენ ახლა. შეიძლება ის ყოფილიყო ერთგვარი პარადოქსი, რომ პაშინიანმა დაკარგა ყარაბაღი და ამით სარგებლობდა თუ ამას სათავისოდ იყენებდა ოპოზიცია, თუმცა თქვენ საუბრობთ ერთგვარ ალბათ აზროვნებაშიც გარდატეხაზე, როცა რუსეთის უმოქმედობამ განაპირობა სომეხის საზოგადოების სულ სხვაგვარი ორიენტაცია. მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ იმ ხალხის მხრიდან დაყვედრება პაშინიანისთვის, რომ მან დაკარგა ყარაბაღი, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაში იყო 90-იან და 2000-იან წლების განმავლობაში, არის უკიდურესი, როგორ ვთქვა, უსინდისობა, ეს ყველაზე რბილად ვთქვათ, რადგან მათ ხელში იყო მაშინ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება, მათ თქვეს უარი ამ შეთანხმების დადებაზე მაშინ, როდესაც სომხეთი იმყოფებოდა ძალის უპირატესობის პოზიციაში, როდესაც ძალის ბალანსი სომხეთის სასარგებლოდ იყო და შესაძლებელი იყო მცირე დათმობებით ან რაღაც გარკვეული ტიპის დათმობებით იმ ტერიტორიისა, რომელიც სომხეთს ჰქონდა კონტროლის ქვეშ, მათ შორის დიდი ნაწილი ამ ტერიტორიისა არასდროს არ ყოფილა სომხებით დასახლებული, აქ საუბარი არის მაგალითად იმ 7 რაიონზე ყარაბაღის გარშემო, რომელიც იქნა ოკუპირებული სომხების მიერ რუსების დახმარებით, კი ბატონო, და საიდანაც 100,000-ობით აზერბაიჯანელი იქნა ეთნიკურად გაწმენდილი. მათ უარი თქვეს კომპრომისზე, რომელიც შესაძლებელი იყო, მაგალითად 97 წელს იყო ესეთი შესაძლებლობა, 99 წელს იყო ესეთი შესაძლებლობა და მათ არ ვიცი სიხარბის თუ სხვა მიზეზის გამო, თუ მარტო შეიძლება იმის გამოც, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმებაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მოკლედ იმ ხალხის მხრიდან, რომლის პასუხისგებლობაა, რომ სამხედრო გამარჯვების შედეგად მათ არ მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, მათი მხრიდან პაშინიანის კრიტიკა იმისთვის, რომ მან დაკარგა თურმე
ყარაბაღი არის სრული უპასუხისმგებლობა და როგორც ვთქვი, პირდაპირ ვიტყვი, უსინდისო. რას გვეტყვით თვითონ საარჩევნო კამპანიაზე, მის მახასიათებლებზე, მათ შორის მთავარ დილემაზე, რომელიც გაჰყვებოდა ამ საარჩევნო კამპანიას ყველა საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში. ეს არის ომის და მშვიდობის დილემა, რომელსაც ასევე ფაშინიანიც იყენებდა სათავისოდ და წარმატებულად, როგორც აღმოჩნდა. პაშინიანის პლატფორმა ყველაზე ნათელი იყო. მისი დაპირება იყო კურსის გაგრძელება გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე და სულ მცირე თანამშრომლობის გაღრმავებაზე თუ არა ინტეგრაციაზე დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან. მშვიდობის გარეშე მეზობლებთან სომხეთი მუდმივად დარჩებოდა ერთგვარ პაიკად მუდმივ რისკის ქვეშ, ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებენ მაგალითად კრემლში სომხეთის მფარველები და უკვე აღმოაჩინა სომხეთმა, რომ მათი მხრიდან, კრემლის მხრიდან ღალატი ჩვეულებრივი ამბავი. ეს ძალიან ნათელი და მარტივი მოცემულობაა და მეორე, როგორც ვთქვი, თუ წინა აწლევლების განმავლობაში სომხეთი ეკონომიკურად მიჯაჭვული იყო რუსეთზე და ყველაზე მეტად დღეს პრორუსული ძალები სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ, რა გვეშველება რუსეთის გარეშე. რა ეშველება და სომხეთს და სომეხ ხალხს აქვს იმის რესურსი, რომ იმ მინიმალურ, გაჭირებულ ეკონომიკურად ღარიბ ვითარებაზე უკეთესი ეკონომიკური ვითარება შექმნან სომხეთში, რომელიც არ იქნება მიბმული რუსეთზე. რუსეთზე მიბმულობამ სომხეთი გაწირა 30 წლიანი სიღარიბისათვის, რომლის შედეგადაც სომხეთი მუდმივად კარგავდა მოსახლეობას, რომელიც ეძებდა უკეთეს პირობებს სომხეთის გარეთ. ასე რომ იმაზე უარესი არ ამგონია იყოს და ეს წვრილმანი რუსული შურისძიება, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გააჩერა მაგალითად იგივე ლარსის მიდასადგომებთან, ციცაკით დატვირთული სატვირთო მანქანები თუ ეს იქნებოდა მარცვლი და რაღაცები, ესეთი წვრილმანი მეთოდები არ ამგონია დამაჯერებელი ყოფილიყოს რუსეთს. პაშინიანის პარტიის და პაშინიანის პლატფორმა იყო ძალიან მარტივი. მშვიდობა, როგორც უსაფრთხოების მთავარი საფუძველი, გრძელვადიანი უსაფრთხოების და არა დამოკიდებულობა რუსეთის კეთილნებაზე, როგორც ვასალისადმი და მეორე ეკონომიკური განვითარება ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტი ჩართულობით. ოპოზიციის მხრიდან პლატფორმა, როგორც ვნახეთ შედეგებით არჩევნების დამაჯერებელი არ იყო, იმიტომ რომ მათ არაფერი კარგის შეთავაზება სომეხი ხალხისთვის არ შეეძლო. რუსეთი არც ერთ მინიშნებითაც კი არ ამბობს, რომ თუ სომხეთი დარჩება რუსეთის კონტროლ ქვეშ, ჩვენ დაგეხმარებით ყარაბაღის დაბრუნებაში. ეს მინიშნებითაც არ თქმულა არც ერთ დონეზე, ყველაზე უფრო რადიკალურ ბლოგერსაც კი არასდროს არ უდგას, ასე იგი. ამის ახსნა შესაძლებელია, თუნდაც ყარაბაღის ამბების გახსენებით, რასაც თქვენ საუბრობდით, რუსეთი ალბათ უფრო მეტად მოერიდებოდა კიდეც ამ ტიპის პოზიციონირებას, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში აღარ არის, როგორც არჩევნებმა აჩვენა, რუსეთი როგორც უსაფრთხოების არა, დაამტკიცა თავისი ბუნება სომხების თვალში და დაამტკიცა მათ შორის ძალიან დიდწილად უუნარობაც. სომხეთს კარგად ახსოვთ, ალბათ პირველად მაშინ მოხვდა თვალში სომხებს რუსეთზე დამოკიდებულობის სახიფათოობა, როდესაც ჯერ კიდევ 2015-16 წლებში თურქეთმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი და ამას რაღაც არმაგედონი არ მოყოლია თურქეთისთვის პირიქით. და მე აღმოჩნდა, რომ თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანმა, რომელმაც დროთა განმავლობაში შეცვალა ძალის ბალანსი, სწორედ სამხედრო და ეკონომიკური მეთოდებით
დაამარცხა რუსეთის მოკავშირე, მაშინდელი რუსეთის მოკავშირე სომხეთი. ასე რომ აქ ოპოზიციას ბევრი არაფრის შეთავაზება არ შეეძლო, გარდა უფრო მეტი დაშინებისა, რომ აი რუსეთის გარეშე უარესად ვიქნებით. დაშინება და მუქარა საზოგადოებამ ნახა უშუალოდ პუტინის მხრიდანაც, როცა ის რაღაც უკრაინასთან პარალელს ავლებდა, ეს ღია მუქარა იყო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს მუქარები, ეს შანტაჟი თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით თქვენი აზრით დაასრულა ამ არჩევნებმა და მისმა შედეგმა, თუ არსებობს რაღაც რევანშის რისკები? არა, მუქარა სწორედ არჩევნების შემდგომ პერიოდს ეხებოდა დიდი ალბათობით და აი ეხლა იქნება ყველაზე დიდი სამუშაო გასაწევი, როგორც სომხეთში მისი მთავრობის მიერ, ისე სომხეთის მოკავშირეების მხრიდან, რომლებმაც სომხეთისადმი სოლიდარობა გამოავლინეს, მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო სამიტის ორგანიზებით ერევანში სულ ცოტა ხნის წინ, რომელიც აი ამ სოლიდარობის გამოხატულება იყო, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ჯერ ვიცე-პრეზიდენტის შეერთებული შტატების, შემდეგ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. მე მგონია, რომ აი ახლა დრო არის, რომ უკვე საქმეებად იქცეს აი ამ სოლიდარობის გამოხატულება და კიდევ ერთი მე მინდა ხაზი გაუსვა და ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი ჩვენი აზერბაიჯანის პარტნიორებისთვის, როგორც სომხეთმა დაუშვა 90-იან წლებში აი სტრატეგიული ისტორიული მე ვიტყოდი შეცდომა, როდესაც როგორც თქვი არის სარგებლა შესაძლებლობით მშვიდობის დამყარების ძალის პოზიციიდან, ძალის უპირატესობის პოზიციიდან, დღეს აზერბაიჯანის ხელშია, რომ როდესაც მის მხარეს არის ძალთა ბალანსის უპირატესობა, მან ბოლომდე მიიყვანოს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება სომხეთთან, რადგან პირველი ეს თვითონ აზერბაიჯანის ინტერესშია, რომ საბოლოოდ მოიპოვოს სტაბილური და პარტნიორული მეზობლური ურთიერთობები სომხეთთან, რომელზეც გარკვეულწილად არის დამოკიდებული აზერბაიჯანის და მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და ამით ხელი შეუწყოს თვითონ სომხეთში ვითარების სტაბილურობას, რადგან როგორც თქვი, რუსეთი ეცდება მოახდინოს დესტაბილიზაცია პაშინიანის მთავრობის, იქნება ეს ეკონომიკური და სხვა მეთოდებით და ყველაზე პირველ რიგში ის სამიზნედ ამოიღებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას. აზერბაიჯანზეც დამოკიდებულია სომხეთის წარმატება და სომხეთის წარმატება დღეს არის აზერბაიჯანის ინტერესში. ის რომ თურქეთი დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების აღდგენაში, ეს მას არაერთხელ აქვს გამოხატული და ის პირდაპირ დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე. კი ბატონო, საქართველოზე გკითხავთ, ვერ შევხედავთ ამ მოვლენებს როგორც უბრალოდ დამკვირვებლები, ეს მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში, რა გავლენა ექნება საქართველოზე მათ შორის და სად ვართ ამ პროცესში, რადგან როგორც ახსენეთ, სომხეთს აქვს ღიად გამოხატული მხარდაჭერა დასავლური საზოგადოებისა, შტატების თუ ევროპისა, მართალია ეს უსაფრთხოების არქიტექტურა ფორმირების პროცესია, თუმცა მხარდაჭერა უკვე ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა. მაგრამ საქართველოს სად არის აი ამ პროცესში? ხო, აი ეს არის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხი, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მთლიანად. მოდით ჯერ შევხედოთ ისტორიულ ჭრილში. სამხრეთ კავკასია სამწუხაროდ დამოუკიდებლობის შემდეგ ვერ შედგა ერთიან ჰარმონიულად განვითარებად რეგიონად, პირველ რიგში იმის გამო, რომ კონფლიქტები წარმოადგენდა ჩვენს შიგნით არსებული კონფლიქტები წარმოადგენდა რუსეთის ინტერესების მთავარ დასაყრდენს ჩვენს რეგიონში. და მეორე, თუ საქართველოს და აზერბაიჯანს ჰქონდა ჩამოყალიბებული პარტნიორობა თანხვედრი ეროვნული ინტერესების გამო, სომხეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ხშირად ეწინააღმდეგებოდა და აი მაგალითის ჩვენ აკავთ აცდენდი ერთგვარად ფაზებში და ვექტორის მიმართულებაში საქართველოს რაღაცა ეტაპიდან აიღო დასავლური ვექტორი განვითარების და ინტეგრაციის, მაშინ როდესაც სომხეთი იყო მიმართული ჩრდილოეთისკენ, როგორც უსაფრთხოების პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების თვალსაზრისით და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მიაღწევდა წარმატებას ევროპულ ინტეგრაციაში, ეს ინტერესების განსხვავება შეიძლება ქცეულიყო კონფლიქტად.
ინტერესების კონფლიქტად. როდესაც მაგალითად ჩვენ მოგვიწევდა შემოღება სავიზო და საბაჟო ბარიერების სომხეთთან, რომელიც ამ დროს ევრაზიის ეკონომიკური და საბაჟო კავშირების წევრი იყო. დღეს სომხეთი იცვლის ამ ორიენტაციას და იდეალური ისტორიული ფონი ყალიბდება იმისთვის, რომ სომხეთმა და საქართველომ ევროპის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით ხელი ხელჩაკიდებულია, რომ ეს ორივეს წარმატების შანსს გაზრდიდა, მაგრამ დღეს საქართველო, ვთქვათ, არის ისევ რაღაცნაირად უცნაურად შებრუნებული, თუ სომხეთის ვექტორი ტრიალდება დასავლეთისკენ, დღეს საქართველოს შეიძლება იყოს ერთგვარი ბარიერი სომხეთისთვის მათ შორის ამ მიზნების განხორციელებაში თავისი რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით. აი ის რიტორიკა, ის დაშინებები და ის არ გაჟღერებული შეპირებები, რომელმაც არ გაჭრა სომხეთში, სამწუხაროდ საქართველოში ყოველდღიურად გვესმის. რუსეთი მაგალითად არ პირდება ქართულ ოცნებას, არც ერთ ეტაპზე არ დაპირებია, არც არავის სხვას, რომ ის დაგვიბრუნებს აფხაზეთს მორჩილების სანაცვლოდ და ამის მიუხედავად ვიღაცები ბედავენ აი ამ აზრის გატარებას, რომ აი მოდით ახლა ჩვენ ჩავბარდეთ რუსეთს ისევ და ისინი დაგვიბრუნებენ აფხაზეთს. აი არსებობს გარკვეული შრეეთი, გარკვეული პირები საქართველოში, ვინც ამას აი ესე უსინდისოდ კიდევ ერთხელ იმეორებენ. მით უმეტეს, რომ საქართველოს აქ ამის გამოცდილება 90-იან წლების პირველ ნახევარში საქართველო ჩაბარდა უკან რუსეთს, ჩვენ ამას გვპირდებოდნენ სხვათა შორის ჩვენივე პოლიტიკოსები, რომ ამის სანაცვლოდ საქართველო დაებრუნებდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და რა მივიღეთ, რა ვიცი, აგერ სულ ცოტა ხნის წინ იყო და კარგად გვახსოვს. ასე რომ საქართველოს და სომხეთის წარმატებული ევროინტეგრაცია ერთად უფრო შესაძლებელია, ვიდრე მათი ვექტორების აცდენა, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, აი აქ მინდა დავასრულო ეს არასასიამოვნო აზრი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს არსებული ვითარება შეიცვლება მალე, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს და ვიმეორებ სომხეთთან პარტნიორობით ეს ბევრად უფრო სწრაფად და წარმატებულად მოხდება. მადლობა გიორგი ბადრიძეს, მე მას დავემშვიდობები. თქვენ გელოდებათ